საყვარელო. ალბათ ლექციებზე ხარ. მოსაწვევები მოიტანეს. ყუთის გახსნას ვაპირებ, მაგრამ ვნერვიულობ. ხსნი? გავხსენი. მეჰმედ, ვერ წარმოიდგენ რა ლამაზებია. ოჩახ ჩვენს ბიჭებს. დედა ჩემმა ისევ დამირეკა. ქორწილამდე ერთი კვირით ადრე აპირებს ჩამოსვლას. გადაწყვიტა ყველაფერში ჩაერიას. უთხარი ამაზე მერე ვილაპარაკოთ მეთქი. ძალიან მიყვარხარ. უნდა გავთიშო. თათბირზე უნდა შევიდე. მეჰმედ, პასპორტის საქმე მოაგვარე? კოცნი ძვირფასო. ეს ბოლო ჯერ ხდება მუშდე. კარგი. ნუ იცინი. სერიოზულად გეუბნები. გასაგებია მეთქი. ამ სახლში არასოდეს არ მოვალ. ალფაი. მოიტანეს. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა. ძალიან ლამაზი გამოვიდა. შევეცადე ჩემი მეგობრის მოსაწვევები განსაკუთრებული ყოფილიყო. მოიტანეს? ხო. აბა მაჩვენე? თახა სულ შენ გადაიხადე? არა, კომპანიამ ნახევარფასში დაბეჭდა. კარგია, თორემ ყველაფერზე მარტო შენ ფიქრობ. სევგი თავიდან ნუ იწყებ. სამსახური ხომ უნდა დაეწყო, რა მოხდა? როგორ დაეწყო? ჯერ არ დაუმთავრებია სადოქტოროს წერა. ქორწილის მერე ისევ მამამისმა უნდა გარჩინოთ თუ შენ უნდა არჩინო? მუშაობას დაიწყებს. მოკლედ მეჰმედი ვერაფრით ვერ შეიყვარა. კომპოზიტორი ქირაჩი. სცენარის ავტორები ილდის თუნჩი, მეჰმედ დილალ დედე. სტამბული. მეგობრებო, გონიათ ასეთი ტემპით თუ იმუშავებთ, სააგენტო წარმატებას მიაღწევს, კვირის ბოლოს კლიენტებს შეკვეთა უნდა ჩავაბაროთ. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? რა უთხრა მათ შეკვეთებს ვერ ვასრულებთ, ამიტომ ჯობს სხვა სააგენტოებს მიმართოთ მეთქი? ასეა ბატონო ალფაი. არა ბატონო ბორა. მაგრამ ჩქარა ვერ ვიმუშავებთ. ხომ გახსოვთ, წინა შეკვეთისას კლიენტმა თავს ნოიმართლებ ალფაი. როცა გინდა საქმეს 24 საათშიც მშვენივრად აკეთებ. ვანი, გამარჯობა, როგორ ხართ? კარგად, გმადლობთ. გამარჯობა. მიხარია თქვენი ნახვა. გმადლობთ. შვილო, სავაში. გამარჯობა. მიხარია თქვენი ნახვა. გამარჯობა. გმადლობ. გამარჯობა. მიხარია თქვენი ნახვა. გამარჯობა. გამარჯობა. ეხო პაპანაშვიძე კი არ ვართ. სარძლოსთან ჩამოვედით. შეიმშრალეთ ცრემლები. არ შემიძლია. ამ ოჯახმა ქმარი მომიკლა. შენ თქვ ცრემლები მოიწმინდეო. ეს გოგო ჩვენი ერთზალი გახდება. სტამბოლი. მოდის გიხდით დამაგვიანდა. სად იყავით, ქალბატონო მუშდე? ბატონო ბორა, კლიენტებთან მქონდა შეხვედრა. დიდხანს ვისაუბრეთ. რამდენიმე საათში ჩემს მაგიდაზე დასრულებული სამუშაო იდოს. რამე მოხდა? არ ვიცი. მოხდა? რა უნდა მომხდარიყო ამანაც ამითვალწუნა? არა ნორმალური. ვანი.
აბა, კარგად გამოიყურება შენი ძმა. შესანიშნავად გამოიყურები. გრცხვენონდეს, ქემალ. გრცხვენონდეს. ნაზან რა ხდება? ბორანს როგორ უნდა შეხედო თვალებში? როგორ უნდა დაქორწინდე იმ გოგოზე, რომლის ძმამაც შენი დიშვილი დააობლა? დაქორწინდები? შეძლებ ამას? დაო, დღეიდან შენი და აღარ ვარ. გმარა. დედა რას აკეთებ? თუ მისდობაზე უარს ამბობ, მაშინ აქედან მიბრძანდი. ის მართალია. მაინც და მაინც მოჰრანების ოჯახის წევრზე უნდა დაქორწინებულიყავი? ხომ გაგაფრთხილე. გითხარი შენს დას ნუ აწყენინებ მეთქი. მაგრამ არ დაგვიჯერე. გული მტკივა სავაშ. მტკივა ხომ გესმის? მართალი ხარ ნაზან. მაგრამ ამ დაპირისპირება სხვაგვარად ბოლო არ მოეღება. რატომ ის გოგო? რატომ მაინც და მაინც შენი სიძის მკვლელის და? დამშვიდდი. მოდი დაჯექი. ასე მოხდა. ვერაფერს ვერ შევცვლით. ის გოგო უბედურებას მოგვეტანს. აი ნახავ. ყველას გაგვანადგურებს. სტამბოლი. ანუ თვითონ დაწერე? აბა, ამაშიც ფული გადაგვეხადა? ჩემო ძვირფასო, როგორ მიბრალები? მუშაობას როდის ამთავრებ? გამოგივლი. ალბათ 2 საათში გამოვალ. რუია? ძალიან კარგი. მომეცით ქალბატონი იასმინ. შესანიშნავია მეგობრებო, მაგრამ ეს პიცები რას ნიშნავს? ღამე ოფისში მოგვიწევს დარჩენა. დილისთვის მზად იქნება, არა? რა თქმა უნდა. ბატონი ბორა მოვიდა, მერე დაგირეკა. ეს კონვერტი შენ და ჩემს მაგიდაზე. დიახ, ესე იგი მართლა თხოვდები. დიახ. და ეს ქორწილის მოსაწვევია. ეგ არაფერს არ ნიშნავს. ყოფილა შემთხვევები, რომ ქორწილის წინ მოსაწვევები დაუხევიათ, ასე რომ? რას გულისხმობ? არაფერს დაივიწყე. ზოგჯერ 1000 სისულელე მომდის თავში. როგორც ხედავ, მე ჯერ ისე უცოლო ვარ. ბედნიერებას გისურვებ. გმადლობთ. აუცილებლად მოვალ ქორწილში. გამიხარდება. ვანი.
სტამბოლი. არ მაინტერესებს მეგობარო, იმ პავილიონში ხვალ შევდივარ. გაუმობილი კაპტირდით? როგორ ჩან შეგვეთა დავკარგეთ. ხედავ როგორ ბრაზობს. ვანი, თქვენ ჩიჩეკ ახმეთის ასულო მორან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე საკუთარი ნებით მიყვებით ცოლად ქემალ ჰასიბის ძე ბალდარს. ქალბატონო, გიმეორებთ. ყოველგვარი ძალდატანების გარეშე საკუთარი ნებით მიყვებით ქემალ ბალდარს ცოლად. დიახ. სტამბოლი. ეს ფერი იქნება ზოლად. სხვა ალტერნატივაც გვაქვს. შეხედეთ. იქნებ შავი ფერი ვცადოთ. შავი? ხო. მაგრამ კლიენტს არ უთქვამს. კლიენტები ამაში როდიდან ერკვევიან? არ გვაინტერესებს მათ რა უნდათ. ჩვენი ამოცანაა იმაში დავარწმუნოთ, რაც შევთავაზეთ. ასე არაა? ახლავე გავაკეთებ. ალფაის გუნდი ოფისში რჩება, დანარჩენები მიდიხართ. დილის 8 საათზე შევხვდებით. 8-ზე? ჯობია აქ დარჩეთ. ისევ ვათენებთ რა საშინელებაა, ისევ თავიდან ვიწყებთ. კიდევ აქ ხარ? უკვე გვიანია. წამოდი მე წაგიყვან. ამა დააბი. ჯერ არ დამემთავრებია. წამოდი სახლში დაამთავრებ. წავედით. ვანი. აბადიშვილო, გარკვი ეს ოსისებისა და ძეხვეულის მომზადების საიდუმლო. ცოტა დარჩა ბიძია, მალე გავარკვევ. დროზე გაარკვიე შენ სტამბოლში გჭირდები. აქედან პირდაპირ იტალიაში ბრუნდები? არა, ჯერ ბოდრუმში ვაპირებ წასვლას. დასასვენებლად? ხო, დასასვენებლად. ნამდვილად დაიმსახურე. ჩემი ბიჭი ნამდვილი ლომია, ლომი. ყულად ხომ არ ისწავლა ამერიკაში. რა თქმა უნდა. სავაშ. როგორ ხარ, მეგობარო? კარგად. წამოდი გველოდებიან. ისმაილიც აქ არის? აქ არის, აქ. სავაშ, ძმაო. როგორ შეცვლილ ხარ? როგორ ხარ, მეგობარო? სტამბოლი. დაგეძინა თუ მუშაობ? მედია პროექტს ვათვალიერებ. ნონერვეულობ ღამით დავამთავრებთ. შენთან წავიდეთ თუ ჩემთან? ჩემთან ჯობია, უფრო ახლოსაა. შეყურებულებს ხელს ნუ შეუშლი მუჟდე. შენ სახლში წადით. ბატონო ბორა, ერთად არ ცხოვრობენ. ჩვენი სასიძო ცალკე ბინაში ბრძანდება. ეს როგორ? ჯერჯერობით მეხმეთი ნაკირავე ბინაში მარტო ცხოვრობს. იასემინი ქორწილის მერე გადავა მასთან. საქმროსთან ერთად არ ცხოვრობ? არა. რატომ? ტრადიციებს იცავენ. ქორწილამდე ერთ სახლში ვერ იცხოვრებენ. რა საინტერესოა. კაკაურობა ძალიან მომენატრა. ადეკით იცეკვეთ. არა, ცეკვა არ მიყვარს. ბატონო, ყველაფერი მზადაა.
მოდი დავლოცოთ, კარგი დავლოცოთ. გმადლობთ. კარი დახურეთ. შეხედე როგორც ეკვავს. რა ბედნიერია. ძალიან უხარია. შენ როდის აპირებ? სტამბოლი. როგორ მეძინება? დაწექი ცოტა დაიძინე. არა, მე ვეღარ ვდგები. ასე გვიან ვინ არის? ჩემო ძვირფასო. მეჰმედ. არა, ნორმალური ხარ. ასე დროს რისთვის მოხვედი? ჩემ საყვარელ სასულეშია და მე რა დამაძინებს. სიურპრიზი. მუჟდე. თუ ერთად იყავით, რატომ არ მითხარით? პიცა არ გვეყოფა. გვეყოფა. წავალ თებშებს მოვიტან. რა მოხდა გაგიკვირდა აქ რომ ნახებ? აქ რა საკეთებ? საკმარისია მუჟდე. რაც მოხდა. ნუ არ იქცევი ასე. აბა? დასხედით. ძალიან მშია. საყვარელო, დაიღალი არა? მიდი გახსენი. გავსინჯეთ. ვანი. რა ლამაზი ოთახია არა? შენ ჯერ სტამბოლის სახლი არ გინახავს. ალბათ საკუთარი თავით ამაყობ. ბოლოს და ბოლოს შური იწია. რა შურიზიება, ჩიჩეკ? წლების მანძილზე ამ დღეს ელოდებოდი, არა? ოცნებობდი ისე ჩაგეხედა ჩემთვის თვალებში, როგორც ახლა მიყურებ. რას ამბობ, ჩიჩეკ, რას ველოდებოდი? გაჩუმდი ქემალ. გგონია არ ვიცი და ვერ ხვდები, რატომ მომარჩიე ამდენ ქალში. რატომ, ჩიჩეკ? იმიტომ რომ უარი გითხარი. დავიფიცე მოუკვდები და ბალდირების შვილს ცოლად არ გავყვები მეთქი. როგორ შევცდი? ასე გგონია? ხომ ამბობდი? რაც არ უნდა მოხდეს, გიყვარვარ თუ არა, ცოცხალი ან მკვდარი მაინც ჩემი გახდებია. ხო და შენსაც მიაღწიე. ო, მივახციე? მე ქემალ ბალდარი ვარ. ქემალ ბალდარი. იმ ზაფხულს, როცა შენ ამერიკაში გაემგზავრე, აქ დედასთან ერთად დასასვენებლად ჩამოვედი. ბორანზე ვიყავი ფეხმძიმედ. სულ ვჭამდი. ვერ წარმოიდგენ, რა მსუქანი ვიყავი. 27 კილო მოვიმატე, წარმოგიდგენია? 27. მერე კი როცა მუზაფერი გარდაიცვალა, მოულოდნელად 30 კილო დავიკელი. შენ იყავი ჩემი ერთადერთი იმედი სავაში. ჩემო ძვირფასო ძმაო, განათლებული კაცი და კეთილი ადამიანი. მეგონა ნებას არ მისცემდი. დაიკო.
Bilmiyordum. მე არ ვიცოდი. Abim iki. არ ვიცოდი ვისზე ქორწინდებოდა. Annem aradı. დედამ დამირეკა. შენი ძმა ქორწინდება და ქორწილში ჩამოდიო, სულ ეს იყო. რატომ არ კითხე ვისზე ქორწინდებია? Tanımam. მაგ გოგოს არ ვიცნობ. Yıllardır. წლებია ვანში არ ჩამოვსულ ვარ. საიდან უნდა მწოდნოდა? Nereden bileyim? არ ვიცოდი რომ ჩვენი მტრის და იყო. რომ გწოდნოდა? რომ გწოდნოდა წინააღმდეგი იქნებოდი? მამას ეტყოდი ოღონდ ეგ არაო. ეტყოდი? Abla. დაო, Kan davası. ტრობა საშინელებაა. Bunu sen ეს შენც იცი. რა თქმა უნდა. თავარია სისხლის ღრა დამთავრდეს. ვის რა შეაინტერესებს როგორი ტანჯება შენი და? abla. ნაზან გთხოვ, Ablam. დაო, Bu kadar acı. რომ მწოდნოდა ასე დაიტანჯებოდი. სტამბოლი. საკმარისია დღეს მეყოფა. მე დავამთავრებ. რა სისულელის ამბობ, ცოტა დარჩა. დანარჩენს ოფისში დავამთავრებ, მივდივარ. მოიცადე ტაქსის გამოვიძახე. არ არის საჭირო ტაქსის გაჩერებაზე გავალ. ნახვამდის მეხმედ. რა უცნაური გოგოა. გამიშვი, საქმეს დავამთავრებ. წამოდი არ დავიძინოთ. რა თქმა უნდა არა. წავიდეთ, გთხოვ. ნუ სულელობ. იასემინი სერიოზულად გეუბნები. როგორ არ გესმის, ვერ ვითმენ. საყვარელო, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. სულ ცოტა დარჩა ქორწილამდე. ისედაც ქორწინდებით. ხო და ეს კარგია. ვერ მოიცდი? ბოლოს და ბოლოს, მე ჩემი ბრალე. თითქმის 2 წელი ერთმანეთს ხვდებით. ხო მithmendi. ცოტაც მოიცადე. ვეღარ ვითმენ. მეჰმედ, ხო, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ. მე რა, შენ დაყოფნა მინდა. დანასახლავე. გთხოვ. ეს ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია, ხომ იცი? ყველაფერი აგიხსენი. 10 დღე ვერ მოიცდი? კარგი. როგორც გინდა. გასაგებია. არ მინდა. მეჰმედ, გთხოვ ასე ნუ იქცევი. ნუ მაწყენინებ. გგონია მე არ მინდა რომ შენი გავხდე. თუ გინდა რა გვიშლის ხელს? ურთიერთგაგება. საყვარელო, მეც გამიგე. 10 დღე დარჩა. კარგი. ასე იყოს. 10 დღე დარჩა. კარგი, მაშინ მეწავალ. შენი მუშავე. ხვალ შეხვდებით. კარგი. ეს და გავიწყდა. ვანი. Çiçek. Çiçek. Ablam haklı. დედა, ნაზანი მართალია. რატომ მაინც და მაინც ის გოგო? მე წინააღმდეგი ვიყავი. Babam ne dedi? მამამ რა თქვა? Onu itiraz. რატომ დათანხმდა? მამა შენმა თქვა სწორედ ის გოგოა ჩვენი შესაფერისი.
დაპირისპირებულ გვარს უნდა დავუნათესავდეთ, რომ სისხლის ღვრა წლების მანძილზე არ გაგრძელდესო. დედა, ჩიჩეკი არ გინახავს? შენთან ერთად არ არის? არა. რძალი პირველივე დღეს გაიქცა. რა? Tamam. კარგი. Tamam, sağ ol. კარგი, გმადლობ. Ne işim var? აქ რასაკეთებ? ხელი გამიშვი. დამოდი წავიდეთ. გამიშვი მეთქი. Anlamadım. ეტყობა ვერ ხვდები. შენ ქემალ ბალდარის ცოლი ხარ. ცოლი. გამიშვი. გამიშვი, თორემ ვიყვირებ. ჩიჩეკ. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ მიგახჩობ. მე შენ მიყვარხარ. Çünkü seni გესმის? ხელი გამიშვი. ესაა შენი სიყვარული. ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. sence შენ ჯოჯოხეთი ჯერ არ გინახავს, მაგრამ გაჩვენებ. არ ინერვიულო. რაც გინდა ისქენი. მინდა დამასწავლებელი გამხდარიყავი. მხოლოდ სწავლაზე ვოცნებობდი. შენ კი ყველაფერი გააფუჭე. ცხოვრება დამინგრიე. რა მნიშვნელობა აქვს გიყვარ ვარ თუ არა? სტამბოლი. ასე რატომ ეყურებ? უბრალოდ. ბავშვს ესე რა დელაბარაკე. რა თქვა ისეთი? დედა, ჩვენი რძალი ტირის. იტიროს. და ეს სიცოცხლის ბოლომდე ასე იტიროს. ალო. ყველაფერი მზადაა. კარგია, მადლობა ღმერთს. ნეტავ სავაშთან ერთად წასვლა შემეძლოს, ახლა ბოდრუმში გართობის სეზონია. სკოლაში კი შენ მაგივრად ეშრები ივლიდა. არა ეშრებ.
ნედავ შემეძლოს. თავის დროზე ჯგუა რომ მქონოდა ვისწავლიდი. უსმინე, ბატონო მუსტაფა. მამა სწავლა რაში გამომადგება? თუ ვისწავლი რა შეიცვლება? დაუჯერებელია. ძალიან გავათამამეთ ეს ბიჭი. რას ამბობ? უსწავლელობა როგორ შეიძლება? ძმა საბაშისგან აიღე მაგალითი ისწავლა განათლებული ადამიანია. დრო ტყუილად დაკარგა, ისედაც კარგად იქნებოდა. გაჩუმდი თორემ დაიჯები. იცი რა, მე ახლავე წავალ ფაბრიკაში. ფაბრიკა მოიცდის, ნუ ჩქარობ. სახლში წავიდეთ, ყავა დავლიოთ. მერე წადი. კარგი. გამარჯობა ბატონო. დავწყდე და საქმეებზე ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა შვილო. ორი ყავა მოგვიტანე. ახლავე. მიხარია თქვენი ნახვა ქალბატონო. გმადლობ. ენდამ. ესრებ. ბრძლის კივრი ოთახში აიტანეთ. ახლავე ქალბატონო. შედი. ხელი მოკიდე ეშრებ. ეს რა საქციელია? დედა ახლა კმაყოფილი ხარ? ის წეული გოგო ჩვენს სახლში აკმაყოფილი ხარ? ნაზან, ახალგაზრდობა ჩვენს მშობლიურ მხარეში გაატარე. იცი რა არის ტრადიციები და მტრობა? დედა, კითხვა დაგისვი. მორჩა მტრობა დამთავრდა. ბედნიერი ხარ? არა. როცა ეს მტრობა საბოლოოდ დასრულდება და ჩემს შვილებს სიმშვიდე და ნორმალური ცხოვრება დაუბრუნდებათ, მაშინ ვიქნები ბედნიერი, გასაგებია? რა თქმა უნდა. შენ მხოლოდ ბიჭები გადარდებს არა? მე არც კი მთვლი შვილად. ბატონო ქემალ, სად დავდგათ? ჩიჩეკ. სად დადგა საჯობია? წაიღონ და დაწვან. ჩიჩეკ. რის უფლებას აძლევ თავს? ვუთხარი უბრალოდ ნახეთ მეთქი. იმათ კი ახალი ლოგო შექმნეს. მე გთხოვეთ ახალი ლოგო. რისთვის ითხოვთ თანხას ბატონო ბორა? თქვენი თანამშრომლები როგორც მოესურვებათ ისე იქცევიან. თქვენ კი ამისთვის ფულს გთხოვთ. რასაც მე გეტყვით ის უნდა გააკეთოთ და მორჩა. გასაგებია ბატონო სინან. ალბათ გაუგებრობა მოხდა. ყველაფერს მოვაგვარებ. ბოდიშ გიხდით. შეხვედრამდე. მუჟდე სად არის? რადიოში წავიდა სარეკლამო რგოლის ფასი უნდა შეათანხმოს. გამარჯობა. ისევ შენ ხარ მუჟდე? სახლში არ შემომიშვებ? ვიცი რაც მოყვება შენ შემოშვებას. რაზე შევთანხმდით? ერთ კვირაში ვქორწინდები, დამთავრდა. ცოლი მომყავს. აღარ მოხვიდე. საკმარისია. ეს რა არის? კომპანია ალის ქიმიას შეკვეთა. შეკვეთა? ეს ლოგო საიდან გაჩნდა? ახალი ლოგოა. ვინ გთხოვათ ახალი ლოგოს გაკეთება? ამ სააგენტოში ყველა იმას რატომ აკეთებს, რაც მოესურვება?
ეს რა შუაშია ბატონო ბორა? 1000 ჯერ გაგაფრთხილეთ, შეთანხმებულად ვიმუშავოთ მეთქი. ასე არისო? სევგი, გისმენთ? ალის ქიმიის ახალი ლოგოს თანხა თანამშრომლებმა უნდა ანაზღაურონ. როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ. თანხა ხელფასებიდან გადაიხადეთ. თუ გინდათ დამნაშავე იპოვეთ და გაათავისუფლეთ, არ მაინტერესებს. მაგრამ ბორა დამშვიდდი. არ დამშვიდდები. კომპანია ალის ქიმიაზე 59000 ლირა დაიხარჯა. როგორ უნდა დამშვიდდე? მისმინე მუჟდე. ყველაფერი დამთავრდა. კარგი. უკანასკნელად მოვედი. სულ ასე ამბობდა, მაინც მოდიხარ. მაშინ ნუ შემომიშვებ. მომისმენე. სინდისის კენჯნა გაწუხებს? რა თქმა უნდა მაწუხებს. ერთ კვირაში ქორწინდები. მართლა ასეთი უსინდისო კი არ ვარ. რა თქმა უნდა. საბრალო გოგო ბევრს მუშაობს. უნდა რომ ქორწილისთვის ყველაფერი მოასწროს. დიდი მადლობა ქალბატონო მუჟდე. როგორ დამამშვიდე? შენ არ წუწუნებდი ჩემთან არ წვებაო. გონი ეს არ დაგიმსახურებია. დავხუროთ ეს თემა, გასაგებია? ადექი და წადი. მოდი ბოლოჯერ მაგოცე. წადი, იასემინი არ მოვიდეს. იასემინი ახლა აეროპორტისკენ მიდის, შეიძლება მივიდა კიდეც. შენი საცოლე 3 დღე ლონდონში იქნება, ხომ იცი? არა მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს მეწავალ თუ აზრა? მას ხომ ვიზა აქვს ერკვევა ამ ამბებში. იასემინი სისულელეს ნუ ამბობ. გაფრენამდე 3 საათი დარჩა. კლიენტის წარმომადგენელი უნდა შევცვალო? ვერ ხედავ ბატონი ბორა ნერვიულობს. რამე უსიამოვნო რომ მითხრას ვერ ავიტან. როგორ არ გესმის? აღარ ინერვიულებს. თვითფრინავში ჩაჯდება და დამშვიდდება. გთხოვ აზრა გაფრინდეს. მარტო ბილეთის გაცვლა საჭირო. თან მოგზაურობაზე გიждდება. მაშინ მიდი და შენ უთხარი. უთხარი არ წამოვალ თქო. სევგი, დამნაშავე ჩემს მოსვლამდე უნდა იპოვო. კარგი ბორა, ხომ გითხარი ვიპოვე მეთქი, რატომ დაიჟინე? მზად რატომ არ ხარ? 15 წუთში გავდივარ დროზე. ახლავე მომზადები. მიდი უთხარი. ამბობენ რომ ლონდონში საუკეთესო სტუდიაა, ვნახოთ შევთანხმდებით თუ არა. კარგი, შეხვედრამდე. ხო მართლა, ანგარიში მეილით გამომიგზავნეთ. კარგი, ნახვამდის. ბატონო ბორა. გისმენ? მითხარი. მე ბადის გიხდით, პასპორტი სახლში დამრჩა. მინდა და მეჰმედისთვის მეთხოვა რომ ოფისში მოეტანა, მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე და დამავიწყდა. კარგი, არა უშავს, ხდება ხოლმე. ჰაკი. ტაქსის გაჩერებაზე გააჩერე. დიდი მადლობა. სახლში ავალ და პასპორტს ავიღებ. არ გალოდინებთ. კარგი, ნუ ნერვიულობ. დრო გვაქვს აეროპორტში შევხვდებით. გმადლობ, მალე მოვალ. ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ. პირდაპირ ვიაროთ. მეჰმედ, საყვარელო სახლში ხარ ძვირფასო? მართო ჩემო. შენ ლონდონში არ წასულ ხარ? ეს რა ჩაიდინე? იცი, ჩვენ ქორწინდებოდით. უქმებზე აპირებდით დაქორწინებას. მისმინე იასემინ, ეს შეცდომაა. მისმინე. როგორ არ გწვენია? შენ რანაირი მეგობარი ყოფილხარ? მე რაღაცის სასახებად მოვედი, ეს მოულოდნელად მოხდა. როგორ შეგეძლოთ ასე მოქცეულიყავით? ეს როგორ გააკეთეთ? იასემინ, მართალი ხარ, გემუდარები. მომისმინე. არ მომეკარო. შენ მაიძულე.
რამდენჯერ შემოგთავაზეთ ჩემთან დაწოლა? İnanmıyorum. ვერ ვიჯერებ. İş yerinde ჩემს მეგობართან. hayatımın en güzel gün. ამ ოთახში ყველაზე ბედნიერი ღამე უნდა გამეტარებინა. Allah'ım ben ne hayat. როგორ ვოცნებობდი ამაზე? შენი ბრალია. ჩემთან რომ დაწოლილიყავი, ასე არ მოვიქცეოდი. გაჩუმდი. Bir tek ერთადერთ რამეს გთხოვდი. bir tek şey. ნაძირავ, მოთმინებას. გითხარი რომ ჩემს გარდაცვლილ მამას დავპირდი. გითხარი მამა ჩემს დავპირდი, ქორწილამდე არავისთან დავწობი მეთქი. გთხოვე, ცოტა ხანს მოგეთმინა. ეს არის შენი სიყვარული. ეს არის შენი ერთგულება. შეგვიძლია დავივიწყოთ. ეს წუთიერი გადაცემა იყო. გაჩუმდი. გაჩუმდი. შენ მე გამანადგურე, მომკალი. როგორ მიყვარდი? Ben seni შენ კი რა ჩაიდინე? her şeyi ჩვენი სიყვარული გაანადგურე. მე გამანადგურე. ბოდრუმი. koç. ვისკი, ორმაგი. Koç dedim. ვისკი გითხარი, ვისკი ორმაგი. Peki. კარგი. Buz. ყინულით? Sek. არა. Bir tane. კიდევ დაასხი. Emin misin? დარწმუნებული ხარ? Kafam bozuk. მე მგონი თავი გტკივა. Karnın açsa თუ გშია რამეს მოგიმზადებ. Hayır aç değil. არა, არ მშია. Bir tane daha. კიდევ ერთი. bir tane. კიდევ ერთი? რამე პრობლემაა? Yok. არა, Ama მაგრამ ბევრს სვამ. arkadaşlarımla მეგობრებთან ერთად ხარ? რა შენი საქმეა? anlatır. რა ბრაზიანი ხარ, ვიფიქრე ცოტას ვისაუბრებთ მეთქი. Tekne sever. იახტები გიყვარს? Ne? რა? Tekne იახტა, იახტები. sever mi? გიყვარს? Sen bana ჩემი შებმა გინდა? Tamam aç. ძალიან გულახდილი კითხვა ხომ არ არის? asılıyor musun? ჩემი შებმა გინდა თუ არა? Hızlı işte. ჩქარი ტემპით სვამ, ცოტა ნელა. Bence daha hızlı. მოდი დავუჩქაროთ. Nasıl? როგორ? Uzatma. დროს ნუ დავკარგავთ.
şey hiç. რამეს ხომ არ დალევ? არა. Adın ne? რა გქვია? Sen burada mı? შენ აქ ცხოვრობ? Beğendin mi? მოგწონს? Güzel. ლამაზია. მესმის რომ ქალწულობის დაკარგვა გინდოდა, მაგრამ რატომ მე? Ama niye ben? სხვა ვერავინ იპოვე? Yok muydu başka biri? Neredesin? სად ხარ? Kimsin sen ya? ვინ ხარ? Yasemin, იასემინ, kızım ne bu? შველურა და გემართა. Anne. Deda, Ne oldu? რა მოხდა? Anne ben çok... რაღაც საშინელება ჩავიდინე. Yasemin, იასემინ, რა გააკეთე? Deda. Anne ben... Deda მე. Ay Yasemin. იასემინ, ნუ მაშინებ გთხოვ. კარგი. კარგი დაწყნართი. Tamam. კარგი შველა. კარგი დამშვიდდი. Abi ne demek? რას ნიშნავს ქალწული აღმოჩნდა? Basbayağı bağ. როგორ თუ რას ნიშნავს? İlk kez beni... მისთვის პირველი მამაკაცი ვიყავი. კარგი რა ძმაო, ნუ მეხუმრები. Öyle bir... გონია ვხუმრობ? Allah Allah. ღმერთო ჩემო. Abi sormadı არ გიკითხავს რატომ მოიქცა ასე? Olmaz olur muyum? რა თქმა უნდა ვკითხე, მაგრამ არ ვიპასუხა. Bir görsen. ძალიან ჯიუტი აღმოჩნდა. Nerede peki? ახლა სად არის? Ne bileyim. არ ვიცი.
Duştan çık. სააბაზანოდან გამოვედი და არ დამხვდა. წავიდა. Müthiş. საინტერესო ისტორიაა. Bunu yatak ეს საწოლზე ვიპოვე. kopmuş herhalde. ალბათ დაუვარდა. Al. დალია. Yasemin იასემინ შენგან ამას არ ველოდი. შენი საქციელი თუ ინდასაჯე. ne olur anne. გთხოვ დედა გემოდარები. ისედაც განადგურებული ვარ. Verdiğim sözü tut. მამასთვის მიცემული პირობა დავარღვიე. Her şeyi var. ყველაფერი გავაფუჭე. გავანადგურე. კარგი შველო, კარგი დაწყნართი, კარგი საყვარელო. დედა გთხოვ მაპატიე გემოდარები, მაპატიე. დამშვიდდი შვილო, შენთან ვარ. დედა გემოდარები, მაპატიე. დამშვიდდი შვილო. Kimin nesi? ვინ არის ის გოგო? Bilmiyorum. არ ვიცი. Adı neymiş? რა ქვია? Kül kedisi. კონკია. Ne bileyim bir şey. კონკითხარი არ უთქვამს მეთქი. შენეთყობა არ მისმე. Sen beni dinlemiyorsun ha. Bodrum'da. ასეთი ამბები მხოლოდ ბოდრუმში თუ მოხდება. მაგარია. სტამბოლი. Hani onu რომ მითხარი ამ დღეს 10 წელი ელოდებოდიო. ya bana. მართალი იყავი. Bir daha göremeyeceğim. გახსოვს ერთხელ მითხარი, Kendime asarım. აღარ მომიახლოვდე თორემ თავს მოვიკლავ. შენი არ გავხდებიო. Ama intikam მაშინ ფიცი დავდე. sevmek için. იმისთვის კი არა რომ შური მეძია, არამედ სიყვარულის გამო. დავიფიცე ჩიჩეკთან ერთად ოჯახ შევქმნი მეთქი. Sen benim yaşadığım შენ ჩემი ცხოვრების აზრი იყავი. მხოლოდ შენზე ვფიქრობდი. be çiçek. შემიყვარდი ჩიჩეკ. სიცოცხლეზე მეტად შემიყვარდი. მუსტაფა, დროზე, სკოლაში გაგვიანდება. წარმატებებს გისურვებ შველა. მასწავლებელს ყურადღებით მოусმინე. თვალი არ მოაშორო. დაელოდე სანამ გაკვეთილები დამთავრდება. კარგი ქალბატონო. კარგ დღეს გისურვებ, შეეცადე არ გადაიღალო. Anacığım დედა თავს გაუფრთხილდი. არძალს მე მევხედავ. ყურადღებას მივაქცევ. შვილო დაუჩქარე. რამდენ ხანს გელოდოთ? მურთუგო სულ შეუჭამიათ. კარგი. სუნამ თქვა ახალს მოვამზადებო. შეერგოთ. Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის არძალო. Şey, იცით, ამ ოჯახის წესჩვეულებები არ ვიცი. თუ მეტყვით რა გავაკეთო, შევეცდები დავეხმარო. შველო, შენ ამ ოჯახის რძალი ხარ და არა მოსამსახურე. რატომ უნდა იმუშაო? მიდი ნაზანს დაუძახე და ერთად ვისაუზმოთ. მე დავუძახო? ხო? კარზე დაუკაკუნე და უთხარი. დედა საუზმეზე გელოდება თქო. მიდი. როგორმე უნდა შევარიგო. რძალმული არიან. მიდი ბაბუასთან, მიდი. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი ჩემთან. ბაბუასთან მიდი. ახლა მამასთან მოდი. მოდი შვილო, ჩემო სიყვარულო. gene Enda. შემოდი ენდამ. შემოდი.
Ama başlamayın. ოღონდ არ მითხრა გეყოფათ ქალბატონო ნაზანო. ბორან, შვილო, Muzafferoğlu'na მოზაფერის სიყვარულით ვერ დადგმა. ben de Muzaffer. არც მე მერგო მასთან ყოფნა. ჩემო ძირბასო. Sen nasıl როგორ ბედავ ჩემს ოთახში შემოსვლას? dışarı çık? ახლავე გადი. Hanım ქალბატონმა გამომგზავნა. გელოდება რომ ერთად ვისაუზმოთ. ახლავე გადი ოთახიდან. bir daha da. შენი დანახვა არ მინდა. Defol. გაეთრიე. Böyle olmasın. გგონია მე მინდა და ასე მომხდარიყო და Var mıyım ben? გგონია ქემალის ცოლობა მინდა და Yalvar. ტიროდი ვემუდარებოდი დავუჩოქე. Ama senin, მაგრამ შენმა ძმამ მაინც მე ამირჩია. senin kardeşin. მეც მისი მსხვერპლი ვარ. როგორ არ გესმის? ბოდრუმი. Baba. Baba. მამა. მამა. Aferin baba. მაპატიე მამა. სტამბოლი. დაუჩქარე, მიდი. დაუჩქარე დროზე. ეშრეფია? ალო. ბატონო ფალა. გისმენ. მითხარი ეშრეფ. მორჩა? 250 კილოგრამი შიდა ბაზრისთვის საკმარისია, ისევ იგივე მყიდველია, იგივე. თანხას მაშინვე მოგცემენ. თანახმავარ. დაუჩქარეთ. სატვირთო გატენებამდე მზად უნდა იყოს. როგორც მიბრძანებთ, ბატონო? იბო, ილდირიმ. თვირთი რომელიც აქ რჩება, დროზე გადამალეთ. სავარს ელაპარაკე? რაზე ველაპარაკო? ხომ გადავწყვიტეთ? უთხრათ რომ ნარკოტიკებით ვაჯრობთ. ბოდრომიდან დაბრუნდეს და დაველაპარაკებით. აბა? ვიღავი აგავათენოთ? წასვლის დროა. შენ აქ რჩები? მე საქმეები მაქვს, თქვენ წადით. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა.
შვილო, ნელა იარე, ნუ ჩქარობ. ნელა. მამა ვერ ხედა გზა თავისუფალია. კარგი. დედა შენი რძალს ეგუება? იმიტომ გეკითხები რომ მასთან ურთიერთობა რთულია. დედასთან ყველაფერი რიგზეა. აი ჩემი დაკი ბრაზობს. მიზეზი? მიზეზი? კარგი რა მამა. მისი ქმრის მკვლელის დაზე დაქორწინდი. ნაზანს ვინ ეკითხება, ვინ დაავალა სამართლის აღსრულება? ო, მაგრამ ჩემს დასაც ვერ გავამტყუნებ. კითხა, სხვა გოგო ვერ იპოვეო? მეც მინდოდა მეკითხა. რატომ მაინც და მაინც ის შენს ბიზაშვილზე უნდა დაქორწინებულიყავი? კარგი მამა, თორე ვინანებ რომ გითხარი? ქემალ. ქემალ. ბოდრუმი. Vezire haber salalım. მოდი, Külkedeki მეგობრებს დავავალოთ, hangi რომ კონკია მოგიძებნონ და მერე შენ მოგიყვანონ. İt başka წადი ძმაო, სხვა გასართობი იპოვე. Baksana. ისმინე, იქნებ იალი ქალაქში ცხოვრობს. ხომ არ წავიდეთ? Oğlum. Bodrum'un nüfusu. იცი იქ რამდენი ხალხი ცხოვრობს? Şans ver. შანსი ხომ არსებობს? Belki çıkar. იქნებ ბედმა გამიღიმოს. Tan- ალბათ დიდი ხანია აქედან წავიდა. Nereden biliyorsun? შენ რა იცი? იქნებ არ წასულა. Gitmediyse de თუ არ წასულა, kimin yanında? ვინ იცის ახლა ვისთან ერთობა? Saçma. სისულელეს ნუ ამბობ. Öyle bir kız. ის სხვანაირი გოგოა. Allah Allah. ღმერთო ჩემო, Oğlum. მეგობარო, Kızın adı მისი სახელიც კი არ იცი. nasıl bir საიდან უნდა იცოდე როგორია? adını bile bilmiyorum. გოგო შეუყვარდა, რომლის სახელიც კი არ იცის. დაუჯერებელია. Efendim? გისმენ დედა? სავაშვილო. შენი ძმა და მამა ავარიაში მოყვნენ. Ne? რა? Anne ne diyor? დედა რას ამბობ? როდის? ერთი საათის წინ კომპანიიდან ბრუნდებოდნენ. ბიძა შენი მოვიდა და გაგვაგებინა. Ne oldu? რა სჭირთ? Anne. დედა, სავაშ, კალბატონო, შვილო. დედა, გთხოვ, დედა. Oğlum söylesene. მითხარი რა ხდება? სუნა, ენდამ, დამეხმარეთ. დედა, გთხოვ. დედა, დამშვიდდი, გთხოვ. სტამბოლი. Başını sağ. თან აგიგრძნობთ. Başını sağ. თან აგიგრძნობთ. Anne. დედა, შენ მოგვიტანე უბედურება. შენთან ერთად სიკვდილმა შემოაბიჯა ამ სახლში. დაწყევლილი ხარ, დაწყევლილი. წაეთრიე ამ სახლიდან. წაეთრიე. დაო, როგორც კი მოხვედი უბედურება შემოიტანე წყეულო. გაეთრიე. დაო, ნაზან გაჩუმდი. ხომ გეუბნებოდით უბედურებას მოგვიტანს მეთქი, მართალი ვიყავი. მამა მოკვდა, ქემალი მოკვდა. დაო, ისიც ადამიანია.
ჩემი მტრის და უნდა რომ 10 დღეში დაქვრივებულიყო? შემეშვი. დავქვრივდი. ახლა რა მოხდება? კარგი, მაგრამ მის მოვალეობას ვინ შეასრულებს? თუ საჭირო გახდება მე? ბორა ღვთის გულისათვის რამე პრობლემაა? არა. მეგობრებო, მუსიკა მუშაობაში ხელს არ გიშლით? ძალიან მიყვარს. გისმენთ. როგორია? არც ისე ცუდი. კარგი ბატონო. მოждე. ბატონი ბორა გიბარებს. მე? რისთვის? გელოდება დროზე. ამას შეხედე, მოგწონს? კარგია, მაგრამ აქეთ გამოწვია. ბატონო ბორა მეძახდით? კარი დახურე. აქ აღარ მუშაობ. კადრების განყოფილებაში შედი და კომპენსაციას მოგცემენ. რა? გათავისუფლებული ვარ? ო, შეიძლება მიზეზი გავიგო. კომპანია ალის ქიმიასთან შეცდომა დაუშვი. შენ გამო კლიენტები დავკარგეთ. მე არაფერი დამიშავებია ბატონო ბორა. ახალი ლოგოს დამზადება მისმა მოწინააღმდეგი მთხოვა. პარტნიორებს შორის გაუგებრობა მოხდა. მორჩა, ნუ ღარ გააგრძელებ მუჟდე. მადლობას გიხდი გაწეული სამსახურისთვის. ნამდვილ მიზეზს მეტყვით თუ არა ბატონო ბორა? რადგან მეკითხები, ესე იგი იცი ნამდვილი მიზეზი. გამეორება არ არის საჭირო. სევგიმ გითხრათ რა? გინდა შეგარცხვინო? არ არის პრობლემა, თუ ძალიან გინდა გავაკეთებ. შეიძლება გავიგო რატომ არის იასემინი თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი. წადი თორემ ამ სექტორში სამსახურს ვეღარ იშოვი, გასაგებია? აქ ცოტა მუქი ჯობია. აი აქაც, ეს კარგია. ასე ჯობია. ამისთვის პასუხს გაგებინებ. ნახავ. ვანი. მიდი მუსტაფა. დედა მარტო არ დატოვა. პოლიციამ რა თქვა? საჭე ვერ დაიმორჩილაო. სხვა დაზარალებულები არ არიან. უბედური შემთხვევაა. ავარია მოხდა. სავაშ. ახლა საქმეებს ჩვენ უნდა მივხედოთ. გლოვა დიდხანს არ გრძელდება. ამის დროც არ გვაქვს. ხედავ რა ხდება? ყველას ერთი კითხვა აქვს, გვეკითხებიან ახლა რა მოხდებაო. სავაშ, ეს ხალხი ჩვენ შემოგყურებს. გესმის რას გეუბნები? ნუ ნერვიულობენ. ხშირს არავის დავტოვებთ.
ეს გასაგებია, მაგრამ მარტო მე ვერ შევძლებ. ანგარიშებსა და ბუღალტერიაში ვერ ვერკვევი. თანხის საკითხებს მამა შენი აგვარებდა. ამიტომ დაივიწყე იტალია და აქაურ საქმეებს მიხედე. სტამბოლი. სავაშ. მამა შენი საძღლზე დაჯექიდი შვილო. ბიზია იქ მე კი არა, შენ უნდა დაჯდე. მე სტუმარი ვარ ამ სახლში. ახლა შენ ხარ ოჯახის უფროსი. მიდი, დაჯექი. მოსტაფა, შენი გარდაცვლილი ძმის ადგილას დაჯექი. ჩიჩეკ, დაჯექი შვილო. Baran. მორან, Şöyle geç. აქ დაჯექი. თქვენც დასხედით. გემრიელად მიირთვით. გემრიელად მიირთვით. გემრიელად მიირთვით. Biliyordun yani. იცოდი, მაგრამ არ მითხარე. არ მithქვამს რომ ვიცოდი. ნუ ბრაზობ. გითხარი ვეჭვობდი მეთქი. Ne gördün? რა დაინახე? რატომ ეჭვობდი? არაფრის დანახვა არ იყო საჭირო. მუშდეს კარგად ვიცნობ. ვინმეს თუ გადაეკიდება არ მოისვენებს სანამასთან არ დაწვება. Hayır. არა, როგორ მიხვდი რომ მეჰმედს ხვდებოდა? Of Yasemin. იასემინ, ხომ დაშორდი, რა შეგჭირდება ამის გარკვევა? Ya lütfen. გთხოვ მითხარე. მინდა ვიცოდე როდიდან მღალატობს. İlk ne zaman şu? გეკითხები პირველად როდის იეჭვე? Peki. კარგი. ზაფხულში წვეულებაზე საეჭვოდ უღიმოდნენ ერთმანეთს. მომეჩვენა რომ კოცნასაც აპირებდნენ. O zaman da ამდენი ხნის განმავლობაში იცოდი, მაგრამ ჩემთვის არ გითქვამს. რა უნდა მეთქვა იასემინ, მტკიცებულება არ მქონდა. şüpheler. ეჭვი გაგიჩინდა, მაგრამ არ მითხარი. Sen ne biçim arkadaş? რანაირი მეგობარი ხარ? Bir dakika. ერთი წუთით არ მითხრა რომ არ გაფრთხილებდი. ბევრჯერ გითხარი. Mehmet'in 5 მეჰმეთი უმაკნისი და უსინდისო კაცია მეთქი. მაგრამ შენ ისე გიყვარდა რომ ვერაფერს ამჩნევდი. şey görmüyordu. Gel. შემოდით. Kimin o? ნესვისია. Gül kedisi. კონკიასი. Biri mi var? შეყვარებული ყავს? Vardı. თან ყავს, Yok. თან არა. Nasıl yani? ეს როგორ? Var mı yok? ყავს თუ არა? Boş ver. დაივიწყე. Öylesin. უბრალოდ ვიხუმრე. Savaş. სავაშ, Bir tek sen. შენ გარდა არავინ დაბრჩა. Kimsenin yüzüne. მწვენია ხალხს თვალებში როგორ ჩავხედო. Hadi önüme bir hafta. ქორწილამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. Ay Allah თუ aşkına. ღმერთი გწამს გეყოფა, işte. თავი ამტკივდა. Sanki თითქოს პირველი ხარ, ვისაც ეს შეემთხვა. bizim ajansta. ჩვენ სააგენტოში ასეთი რამ არავის უყვირს. ყველა ერთმანეთს ღალატობს. მე ყველა არ ვარ. მიჭირს ამასთან შეგუება. რა ვქნა? Kuzum benim. ჩემო საყვარელო, ჩემო მგრძნობიარე გოგო. Kimse bir şey bilmez. არავინ არაფერი იცის. მონერვეულობ. Arıza yaptı. ოჯახებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და დაშორდით. მორჩა.
Melekli kolye სად არის შენი ყელსაბამი? sorma. ნუ მკითხავ. Ne zaman არ ვიცი, სად და როდის დავკარგე. o kadar üzülüyorum. ძალიან დარდო. Bir de babamın eli. მამას ნაჩუქარი იყო. Of. Hoş geldin. გამარჯობა. Hoş geldin. გამარჯობა ბატონო სავაში. Başımız sağ ol. თან აგიგრძნობთ ბატონო. Bu korkunç hadise თუ ხარ ძალიან განვიცადეთ ეს ტრაგედია. bilemiyorum. Sağ ol. გმადლობთ. Her şey bana. ყველაფერი ისია, როგორც მამამ დატოვა. ხო. მე შეგიძლია როგორც გინდა შეცვალო. ბატონო სავაშ, საბუთები მოგიტანეთ. იქნებ გინდათ რომ გადახედოთ. 21 საუკუნეში რა საბუთებზე მელაპარაკებით, ბატონო გიოქან. კომპიუტერში არ გაქვს შენახული. საბუთების ნაწილი. Kısmen. ნაწილი? Bütün kayıtları გთხოვთ ყველაფერი მეხსიერების ბარათზე გადმოიტანეთ. muhasebe müdürüne gönder. ბუღალტერი მოვიდეს. პაროლი მითხრას, დანარჩენში ნუ ჩაერებით. Gerisine karışmanıza gerek yok. Günaydın. ყველას მოგესალმებით. სად იყავი ამდენ ხანს? როგორ ხარ? გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მომენატრე. შეჩვეული ვიყავი ყოველ დღე შენ სილამაზეს რომ ვუყურებდი, შენ კი დაიკარგე. ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად. როგორ ჩაიარა შამპუნების კამპანიამ? კარგად. აზრა მშვენივრად გაართვა თავი, კლიენტი კმაყოფილია. Nasıl yani? ეს როგორ? Benim müşterim აზრამ კლიენტი წამართვა? aydır Bodrum'daydı. შენ ერთი თვე ბოდრუმში იყავი. Hoş geldin. გამარჯობა იასემინ. გამარჯობა. მეგონა იასემინი სამსახურიდან წავიდა. არა, საიდან მოიტანე? აზრამ მითხრა ბოდრუმში აპირებს ცხოვრებას და არ დაბრუნდებაო. ეს მხოლოდ იმ გველი ქალის ოცნებაა. Size gönderdim. ყველაფერი გამოგზავნილ ნიმუშებშია აღწერილი ბატონო ნიხათ. 10 puan diye. შამპუნი 10 გულითაა შეფასებული. Kuryeyi hemen... ახლავე გამოგზავნი კურიერს კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? Peki, hiç. გასაგებია, წარმატებას გისურვებთ. იასემინ, Sen işte მეგონა სამსახურიდან წახვედი. senin gözünde ayrılmış. გეგონა რომ წავედი და ჩემი მაგიდა მიისაკუთრე? Affeder. მაპატია. Geçmiş ხო olsun. მართლა წუხვარ გავიგე რაც მოხდა და ვინერვეულე. Üzüldüm senin için. Üzülecek. ნუ ნერვიულობ აზრა. Ben gayet მე ძალიან კარგად ვარ. her anlamda. ყოველ მხრივ. ქალბატონო იასემინ, ბატონი ბორა გეძახით. გამარჯობა ბატონო ბორა. მიხარია შენი ნახვა, მოდი, მოდი. შეხედე. მოგწონს? სანამ შენ არ იყავი მუშაობდით, ქალბატონო იასემინ. ეს მუსიკა დარჩება? არა, რა თქმა უნდა. ბიჭები გამოცვლიან. აბა? გამოჯამრთელდი? Evet. დიახ, უკეთესად ვარ. შვენიერია. Saçma bir hasta. ავადმყოფობას მალე მოერიე, არა? Söyleyin burada. ბატონო ბორა, პირდაპირ მითხარით, ხომ გეუბნებოდიო? Haklıymışsın. ნუ გრცხვენიათ.
Yok canım. არა ძვირფასო. უბრალოდ კარგად ვიცნობ მამაკაცებს. Neyse. კარგი, ყველაფერი წარსულში დარჩა, დაივიწყე. Banka Veneto. ბანკი ვენეტა გაგიგონია? იტალიური ბანკია. მგონი თურქეთის ბაზარზე უნდა ჩემოსვლა. გასაგებია. ბოდრუმში მკურნალობის დროს გაზეთებს არ კითხულობდი. დიდი ხანია შემოვიდნენ. 5 ფილიალი გახსნეს. ბანკის რეკლამის გაკეთების უფლება კი ჩვენ მოვიპოვეთ. Kazandık. რა საინტერესოა. დიდი შეკვეთაა. Öyle böyle. და ძალიან სერიოზული. ახლა ეს ძალიან სჭირდება ჩვენს კომპანიას. Müşteri პროექტის კოორდინატორი შენ იქნები. მე? ხო, მე. ne ya? აბა რა? Bodrum. რადგან ბოდრუმში წახვედი, გეგონა დაგივიწყებდით? Oldun sandın. შეიძლება ვნახო. Tabii. რა თქმა უნდა. კონკია, Kül kedisi. კონკია, მოდი რა, გამოჩნდი. ადამიანი იღუპება. Umudumu მე უკვე დავკარგე იმედი. შეგიძლია მშვიდად იყო. Yasemin. იასემინ, ნუ მომბრაზებ. Ne var evde? ნუ ზიხარ სახლში, მოდი ჩვენთან. Ya gel. არ შემიძლია სევგი. ძალიან დავიღალე. İyi işte yorgun. ულამაზესი ადგილია, დაღლილობა გაგივლის. თან შენ სახლთან ახლოსაა. ცოტას დავლევთ და დავიშლებით. ჩაჯექი ტაქსიში და წამოდი საყვარელო. Canım yarın. ხვალ მეც ადრე უნდა ავდგე. Evdekiler. სახლში როგორ არიან? fena. ცუდად. Hepsinden. ყველა განადგურებულია. Hangisinden? არ ვიცი რომელ მათგანზე ვინერვიულო. დაბრძანდით ბატონო ახმედ. ინებეთ. გმადლობ შვილო. შეგერგოთ. Hoş gelmişsin. გამარჯობა მამა. გამარჯობა შვილო. ჩიჩეკ. შვილო მამა შენის გვერდით დაჯექი. აბა, როგორ ხართ? როგორ ვიქნებით? ძნელია ამ ტკივილის გაძლება ბატონო ახმედ. თქვენც იცით. როგორ არ ვიცი. ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ. ამინ. ჩიჩეკ. მამას სუფრა გაუშალე. ახლა ხან ჩამოვიდა მშიერი იქნება. რთული ამაზე ლაპარაკი, მაგრამ იცით რაც უნდა გააკეთოთ ქალბატონო შაჰნურ. ვიცი. გისმენ დედა. Anlamadım. ვერ გავიგე რატომ? İyi peki. კარგი მოვდივარ. Hayrola ne? რა მოხდა, სად მიდიხარ? Annem eve დედა სახლში მიბარებს. რისთვის? ne bileyim არ sen ვიცი არ უთქვამს. ne istiyor anlamadım. ვერ გავიგე რა უნდა. Hadi görüşürüz. წავედი, ნახვამდის. Bu çağda 21 საუკუნეში რა ტრადიციებზე მელაპარაკებით? თქვენ რა გაგიჟდით? ტრადიციებს საუკუნე არ გააჩნიათ. სავაშ ბალდარ. ტრადიციები ყოველთვის იყო და არის, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ. არა ბატონო, Yapamam. არ შემიძლია. Çiçek. ჩიჩეკი ჩემი რძალია, ჩემი გარდაცვლილი ძმის ძოლი.
თქვენ თქვით გოგო მოგვათხოვეთ და დაპირისპირება დამთავრდებაო. რა მოხდა? ქორწინებიდან ამ დღეში დაქვრივდა. ჩიჩეკი ჩვენ აღარ გვჭირდება. Ne işiniz? რას ნიშნავს აღარ გჭირდებათ? Ahmet amca ბიძია აჰმედ, kızından თქვენს გოგონაზე ლაპარაკობთ, თქვენს ქალიშვილზე და არა ნივთზე. değil. კარგად იცით რაც უნდა გააკეთოთ ქალბატონო შაჰნურ. თუ ასე არ მოიქცევით, ამ საქმეს სხვანაირად მივხედავთ. სავაში, არა დედა, მასზე არ დავქორწინდები. ჩვენ განსაკუთრებული გვარი გვაქვს. დაუჯერებელია. შენი წინაპრების გვარი და ტრადიციები უხსოვარი დროიდან მოდის. გინდა ეს ტრადიციები შეცვალო? გონია საამისოდ ძალა გეყოფა? როგორ არ გესმის, არ მაინტერესებს ეს ტრადიციები. ამ ტრობის გამო რამდენი ხალხი დავკარგეთ. ერთ წელიწადში 7 ადამიანი. ომი მორანებმა დაიწყეს სავაში. გვინდოდა შეგვეჩერებინა, მაგრამ ვერ შევძელით. ვიფიქრეთ მშვიდობას დავამყარებთო. ქორწილი გავმართეთ. ჩიჩეკს ოჯახში აღარ დააბრუნებენ. თუ მასზე არ დაქორწინდები, მოკლავენ. ისევ ჩვენი სისხლი დაიღურება. შენ იტალიაში გაიქცევი, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? ერთი ძმა დაგრჩა. გინდა მსხვერპლად შესწირო? ეს გინდა? მითხარი. Anne dinle. დედა, თანახმავარ.